განაგებ გადაცემა და მეორის გომარი ხათნა ყოფილია კავთნა ხათნა ძალიან დიდი მადლობა რომ მოგზანდით მე-4 და მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრის მნიშვნელოვანია და ამიტომ აღნიშნე დღეს არის მეუბოდ გადაცემა ამით არ დავიწყებ რომ მეორე ნაწილი უნდა მიგვეწყნა ამ თემისთვის მეორე მსოფლიო ომში გერმანულ ნაციზმზე გამარჯვების მრგვალი თარიღია ბუნებრივია გილოცავთ მე თქვენ ამ თარიღს და ხსოვნა იყოს ყველანი დაღუპულის და ბუნებრივი უპირველესად ქართველების რომელიც პროცენტულად გარკვეული პოლიტიკური და გეოპოლიტიკური მოტივებითაც ყველაზე მეტი შეეწირნენ და ყველაზე მეტი წავიდა და ყველაზე მეტი მოიხადა თავისი მოვალეობა და შეიტანაწილდა ყველაზე მეტი დაიღუპა და ამან ჩვენ დემოგრაფიაზე ძალიან ცუდად იმოქმედა შემდეგ წლებში თუმცა ახლა რომ დემოგრაფია ჭირს ისე არ უმოქმედია მაგრამ ძალიან იმოქმედა ნათელში იყოს მათი სულები და დიდი მადლობა მათ ამ თავდადებისთვის და დღეს გაიმართა აღლუმი მოსკოვში ნუ ბევრი ის იყო ხო ჩავიდო და ვინ არ ჩავიდო და აი ფიცოს გზა და უკეთეს სასწაული ამბავი მაგრამ მაინც მოახერხა ჩასვლა ის რასაჭირო 21 საუკუნეში ვეხვდები მაგრამ ფაქტია რომ ასე მოხდა იყო სერბეთის პირველი პირი და ჩავიდა ჩინეთის პირველი პირი რაზეც იყო დავუშვათ დიდი შეხლა შემოხლა კი არა აზრთა შეხლა შემოხლა ჩავიდა და თუ არ ჩავიდა და თქვენ მიწერეთ წერილი პუტინს და მინდა რომ ამაზე ვისაუბროთ თუ შეიძლება დავიწყოთ მოგესალმებით მადლობა მოწვევისთვის მართლა ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია ყველას ულოცავ სამამულო ომში გამარჯვებას ხო მე მეორე მსოფლიო ომში მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებას და ფაშიზმის დამარცხების აი ამ დღეს როდესაც მსოფლიო მიზეიმა ეს დღე და საბოლოოდ ესე ვთქვათ გადავრჩით ფაშიზმისგან წერილი პუტინისთვის არ არის მიწერილი თუმცა ვაპირებ რომ ვთარგმნო და რუსულად დავდო ზოგადად ჩემი დამოკიდებულებაა და გარკვეულ ფაქტებს ვიხსენებ ამასთან დაკავშირებით ამ წერილში იცით როგორი ფაქტებია აი ახლა მოკლედ რაღაცა ესე ვთქვათ ტრამპმა გადაიპარსა თავი რომ მოგინდა თუ არაო ესე იგიო ყველაზე დიდი წვლილი ჩვენიაო ამ ომშიო ეთყობა ხიროსიმას და ნაგასაკს გულისხმობს ატომური ბომბები რო ჩააგდო და შეაჩერა იაპონია და ჩახოცა იქ ქალები ბავშვები და მშვიდობიანი მოსახლეობა არ ვიცი რას გულისხმობს მაგრამ ფაქტია რომ არის დიდი დაპირისპირება ამასთან დაკავშირებით იქ ზოგი ევროპის დღეს არქმევს 9 მაისს ეხა რაღაცა ესეთი ქართველი ფაშისტების შთამომავალი სალომე ზურაბიშვილი რომლის ბაბუა ბიძა ვერმახტს ემსახურებოდნენ ესე გახსნილად ინფორმაცია ჩოყოს ნიკოლაძეზე იყო აქცენტი და უცებ აღმოჩნდა რომ უფრო ახლო კი მისი გარემოცო და ისა ნამდვილად იყო დაახლოებით მამამისი პირდაპირ ემსახურებოდა ერთ-ერთ მანქანათმშენებელ იმაში მუშაობდა და უშვებდნენ იმ მანქანებს რომელიც ფაშისტებს ემსახურებოდნენ და ფოტოებიც არის მისი ბაბუის გადაღებული, ნუ იქ ცხენებს. თუმცა ამაზე ალბათ ამაზე არა, უბრალოდ პასუხისმგებელი ფაქტია, კი ბატონო. ერთი არის რომ ფაქტია, რომ ამ ადამიანს აქვს ის აძლევს თავის თავს უფლებას, რომ 9 მაისი გაითავისოს გარკვეული შენიშვნები მოგვცეს და რაღაცები შესთავაზოს ადამიანებს, ხო და იცით როგორ არის აი ამ ყველაფერთან დაკავშირებით რომ ვიღაცებს თავს გაუვიდათ ესე ვთქვათ ჩემ წერილში მაქვს ფაქტები მოყვანილი რომ რუსეთმა არაფერი გააკეთა საიმისოდ რომ ეს ისტორიული ფაქტი როგორიც არის ფაშიზმზე გამარჯვება და გაიმარჯვა სტალინმა და საბჭოთა ხალხმა იქ იყო საბჭოთა რესპუბლიკები იყო მობილიზაცია მიდიოდნენ წავიდა 700,000 ქართველი და 300,000 ქართველი დარჩა ბრძოლის ველზე ეს იყო უდიდესი თავგანწირვა და მსოფლიოში პროცენტული მაჩვენებლით შეფარდებით ყველაზე დიდი მსხვერპლი აქვს გაღებული საქართველოს ეს არ იყო მარტო ფაშიზმი ეს იყო ჩვენი ბრწამსის გადარჩენა ეს იყო ჩვენი ისტორიის, რელიგიური საწყისების, იქ ბევრი რამ იყო ისეთი, რისთვისაც თითოეული ქართველი იბრძოდა. ხვდებით და რუსებმა რა გააკეთეს? იცით, აი წარმოუდგენელია სტალინის გარეშე მეორე მსოფლიო ომის აღიარება, ხო? აი ხა მე ზუსტად წინასწარმათანაც გვირა დაუბრუნდათ რუსებს. ისინი სტალინს არ აღიარებენ და აი ამერიკამ თქვა რომ არ აღიარებს სამაგიეროდ საბჭოთა კავშირის წვლილს. ეს იცით რა არის ძალიან ჩვეულებრივი რამ, იმიტომ რომ
ყველა ფაქტი, ყველა ნორმატიული აქტი, რომელიც იმ პერიოდში გამოიცემოდა, აი თუნდაც იმაზე სამხედრო ინდუსტრიაზე გადასვლა ზურგის. იქ ბევრი ქარხნები იყო ამერიკის მიერ მაშინ დახმარების სახით და ისინი ეხმარებოდნენ საბჭოთა კავშირს, ესე ვთქვათ, რომ განვითარებულიყვნენ, მაგრამ როდესაც საჭიროება დადგა, რომ ომის რელსებზე უნდა გადასულიყვნენ, პირდაპირ დავალება მიიღო ბერიამ. მას არ უნდოდა ამის თავის თავზე აღება, ეს იყო უმძიმესი, მაგრამ ორ თვეში მან ისეთი შედეგი დადო, რომ გადაიტანეს. რომ გადაიყვანა, ხვდებით, აი რაღაცა იყო, რომელიც უშვებდა, ვთქვათ, ჩაინიქს, მადუღარას თუ რა ქვია. ჩაიდანს და საბოლოო ჯამში იმ ქარხანაში ასხავდნენ ტყვიებს და სადღეღამისო რეჟიმით მუშაობდა საბჭოთა ისეცხა პუტინმა ამ ომში აი ეს გამოცდილება რა გამოცდილება მან გააკეთა და აპირებს ისა და იცით რა არის საერთოდ არ არის სტალინის ხსენება მისი არც ერთი ხა უყურებდი ის რა ქვია მშვიდობის მატარებელი თუ რაღაცა გააკეთეს როგორც 45-ში რომ მოდიოდა და წინ დიდი პორტრეტი იყო სტალინის და შემოვიდა ეს გამარჯვების მატარებელი იგივე გაიმეორეს ახლა რუსებმა ოღონდ იქ სტალინის ფოტო აღარ არის ჩვენ შეიძლება ჩვენი სადაო გქონდეს სტალინთან მაგრამ რუსებს სტალინთან სადაო ნამდვილად არაფერი არ აქვს და იცით რა არის ჩვენ თუ ვედავებით ევროპას და ამერიკას იმას რომ ხდება ფაქტების გაყალბება, ხო? მე არ მინდა რომ რუსებს თავზე ხელი გადაუსვა და რასაც მეტყვიან, ეხლა ტანკლით აუყვე და უთხრა რომ ხო რა იმდა ბედნიერი ვარ ეხლა რომ პუტინმა წერილი მოწერა ქართველ ვეტერანებს და იმას ქნა არაფერი ბედნიერი არა ვარ. მან უნდა გააკეთოს ის რომ აღადგინოს ისტორიული სამართლიანობა. ნიკიტა ხრუშოვის მოსვლა საბჭოთა კავშირის სათავეში ეს იყო ყველაზე დიდი კრახი, რომელიც ამ სახელმწიფომ განიცადა. აი წარმოიდგინეთ სტალინის მხრიდან, გარდა იმისა, რომ დატოვა მთლიანი სამხედრო ინდუსტრია, უზარმაზარი, ქარხნები, რომელიც მუშაობდნენ, ატომური ბომბი დაუტოვა სტალინმა საბჭოთა კავშირში. საერთოდ აი უღარიბესი რუსეთი აქცია იმპერიად, ხო? უღარიბესი არავისთვის ანგარიშ გასაწევი ატომური იმპერიად აქცია. მე იცით წაკითხული მაქვს ერთ-ერთი საოჯახო წიგნი გამოიცა, თუ არ ვცდები 46 წლის გამოცემა, თუ 45 წლის სქელი საოჯახო წიგნია და იქ არის სტალინის წინასიტყვაობა. და ის ამბობს რომ მე ვპირდები ყველა საბჭოთა ოჯახს, რომ მათ დღესასწაულებზე ექნებათ შამპანიურიო. აი ხო თითქოს არაფერი არა და შემდეგ წელს ეს სავეტსკაია შამპანსკაია ხო გახსოვთ? კი. აი თითქოს არაფერი არ არის, მაგრამ ეს არის აი ეს შენი ხალხის პულსაციის გრძნობა. ხვდებით, რომელიც ამ ადამიანს ახასიათებდა, ის რასაც პირდებოდა, უკეთებდა და ამის მერე მოდის კრეტინი სრულიად აი ეს არის ხრუშოვი რა. აი ეს ყრუხმა რომლის იქითაც არა განათლება, არა წარმომავლობა. აი სისტემამ როგორ დაუშვა თუ გაეპარა თუ სპეციალურად თუ აი როგორ მოხდა ხრუშოვი? არა, ნუ ეს სისტემა არ იყო, აქ იყვნენ ჩარეული უკვე ის ძალები, რომლებიც ეხა ჩვენთან პრემიერ-მინისტრი რო ამბობდა, რომ შევიდნენო და იქო ხელბორკილები და რაღაცეები და აიძულებდნენო, რომ ეს პრემიერ-მინისტრია საუბარი ანალოგიურად მუშაობდა მაშინაც ხო, უკრაინასთან დაკავშირებით ანალოგიურად ეხლა იყო სახელმწიფოები ომის შემდეგ ეხლა არ იყო სტალინი, რომელმაც ჩაკეტა მთლიანად საბჭოთა კავშირი და ყველაფერი ვითარდებოდა ამ ჩაკეტილ სივრცეში, რომ არ შემოსულიყო იქ გარკვეული ეს რაღაც მაშინაც იყო ეს ნეოლიბერალური მიმართულებები, რომლებიც და ეს გლობალისტები და ასე შემდეგ და მე ამ ყველაფრის გლობალიზმია თავისთავად ბოლშევიზმიც. გლობალიზმის ფორმაა მაინც. ნუ ეხა თუ ჩავთვლით გარკვეულ ლიდერებს, რომლებიც ბოლშევიკებთან სათავეებში იყვნენ, რომელთან ბრძოლასაც ესე ვთქვათ სტალინმა ძალიან ბევრი წლები დაუდო, მე ტროცკიზე მაქვს საუბარი, აიგივე ალექსანდრა კალანტაიზე მაქვს საუბარი, რომლებმაც ესე გაჭენებული ცხენით შემოიყვანეს ეს ლიბერალიზმი რუსეთში, თუნდაც აი ეს ალექსანდრა კალანტაისის გახსოვთ, ხო? სექსი არის როგორც წყალი, რომელმაც უნდა დაგაკმაყოფილოს და იყო ჩვეულებრივი ჩეკები იყო,
უწერდნენ კომკავშირლებს და პარტიის წევრებს, რომელთაც ჰქონდათ კვირაში, ვთქვათ, 2 და მაღალი თანამდებობის პირებს კვირაში 5 სექსუალური აქტის ჩატარების უფლება ნებისმიერ კომკავშირელთან და კომუნისტთან. მათ შეეძლოთ შესულიყვნენ სახლში და ოჯახის დედასთან დაემყარებინათ, ვთქვათ, ქმრის წინაშე ეს კონტაქტი და იმიტომ იყო იმ პერიოდში ძალიან გაიზარდა უპატრონო ბავშვთა სახლებში ჩავდა, ეს იყო კატასტროფული პერიოდი. სხვა შორის ძალიან საინტერესო ისტორია, მე მინდა ჩვენმა მსმენელებმა, ბევრი არის YouTube-ზე არის ძალიან ბევრი მასალა. იქ ყველა ეს საარქივო მასალები არის. მე კალანტაი შეუყვარდა მეზღვაური, თვითონ ხო იცით, მაღალი წარმომავლობის იყო. შეუყვარდა მეზღვაური და მხოლოდ ამის შემდეგ დაფიქრდა თავის გადაწყვეტილებაზე. ამ პერიოდში უკვე სტალინი მოდის ხელისუფლების სათავეში, შევიდა სტალინთან და უთხრა, რომ ეს უნდა გავაჩეროთ. და მერე მოხდა პირიქით. კალანტაი გაუშვეს თუ არ ვწდები შვეიცარიაში ელჩად და დამყარდა საბჭოთა კავშირში ოჯახური ტრადიციების, აი საშინელი მოხდა. ისიც როგორი ხელოვნური სისტემა იყო, ისიც ეს საბჭოთა კავშირი. ეხლა ხელოვნური იყო, ესეც თავს მოხვეული იყო, ეხლა ვინ იყო ლენინი, ვინ იყო ტროცკი, არ მომდებოდა ისე იყო. სრულიად ესეთი განსხვავებული მასალა იყო სტალინი, რომელსაც ძალიან დიდი დრო დაჭირდა საიმისოდ, რომ თავისი მომხრეები და იდეოლოგიის ხალხი დაეყენებინა გვერდში. და საბოლოო ჯამში, აი ამ ომის პერიოდში, როდესაც ის მომძლავრდა, საჭირო გახდა მისი მოშორება და აი ამ ღორის, აი ამ ხრუშას ხელით მოიცილეს, ესე ვთქვათ, აი ეს ბუმბერაზი ადამიანი, რომელსაც ძალიან დიდი სიკეთე აქვს გაკეთებული რუსეთისთვის და სხვა შორის ბევრი სახელმწიფოსთვის. ბევრი ბომბებიც ჩადო. ეს ნელი მოქმედების, რომლებიც მე ამუშავდა, მაგრამ ეს იყო იმ პოლიტიკის ნაწილი, რომელსაც ის, ესე ვთქვათ, ატარებდა. მან დაუტოვა რუსეთს მთლიანად გადანაწილებული ახალი პოლიტიკური რუკა. და რა გააკეთეს რუსებმა? მოიყვანეს ნიკიტა ხრუშოვი, გამოაცხადეს დესტალინიზაცია, ამას მოყვა ადამიანის კულტის თემა, ჩამოიხსნა საერთოდ გაქრა და რაც მთავარია, მთელი ბრიგადები შევიდა და დაიწყო არქივებზე მუშაობა, სადაც კეთდებოდა მისი ბრძანებულებების, მისი წერილების, განცხადებების მთლიანი შეცვლა. ბევრი რამ შემორჩა არქივებში, ეხლა გახსნილია ეს არქივები და ბევრი რამ ხდება ცნობილი, მაგრამ ხრუშოვის პერიოდში აი მთლიანად იცვლებოდა ისტორია ისევე როგორც ეხლა. აი ჩვენ რო ლიბერალებზე ვსაუბრობთ და გგონია რომ საყვედურობთ, ხო? რომ მოგონილ სამყაროში გვაცხოვრებდნენ, აი ესეთი სამყარო შემოვიდა ხრუშოვთან ერთად საბჭოთა კავშირში. და პრაქტიკულად ამოიშალა საშლელით, ესე ვთქვათ, გადაფხიკეს სტალინის და ბერიას ისა. მაგრამ მას შემდეგ რაც დაიშალა საბჭოთა კავშირი, ანუ 90-იანი წლები, მოდის ხელისუფლებაში ელცინი რა გააკეთეს საიმისოდ, რომ თუნდაც რუსეთის ისტორიაში სიმართლე დაებრუნებინათ. არაფერი არ გაუკეთებიათ სამაგისოდ. ამის ერთ-ერთი მაგალითი არის სწორედ ის, რომ მათ არ მოახდინეს სტალინის რეაბილიტაცია. ტყვიასავით ეშინიათ თავად. რატო ეშინიათ, ჩემთვის უბრალოდ წარმოუდგენელია და ეხლა მიაგეს დიდი პატივი. და იმას რა ქვია, ვოლგოგრადის აეროპორტს დაარქვეს სტალინგრადი. ეს არ ვიცოდი, დაარქვეს? კი, 4 დღის წინ, 9 მაისის წინ აეროპორტს სტალინგრადი დაარქვეს. და სტალინგრადი, სტალინიც არა. სტალინი არა, სტალინგრადი დაარქვეს და ამითი თავის ჭკუით რაღაც სამართლიანობა აღადგინეს და იცით რა, მე ამაზე ვსაყვედურობ, მე არა ვარ მოწინააღმდეგე რუსეთთან დიალოგის. მე პირიქით საყვედურობ ამ ხელისუფლებას, რომ დიალოგი არის დასაწყები, დიპლომატიური ურთიერთობები არის აღსადგენი, იმიტომ რომ ჩვენ ესე დიდხანს ვერ გავქაჩავთ და ვერ ვიქნებით ამ სივრცეში რა. ეხლა სხვა თუ არაფერი, უკრაინა ითხოვს. და ისა რომ დასხდნენ და დაიწყონ პირდაპირ მოლაპარაკებები და ეხლა ეს ბუტე გაგებუტეს პრინციპით პოლიტიკაში ყოფნა ესე არ გამოვა რა, მით უმეტეს მეზობელ სახელმწიფოსთან, რომელიც ძალიან ძლიერია, რომელმაც თავისი სიძლიერე ეხლა აი ამ
სტალინის მონაპოვრის მითვისებითაც ძალიან კარგად დაამტკიცა, ხო? თქვენ ბრძანეთ, რომ ფიცო ჩავიდა. კი. იქ წითელ მოედანზე ვუჩიჩმა ერთად გადაიღეს ფოტოები და ხოჭეს უნგრეთის რატო არ ჩავიდა პრემიერი არ ვიცი. ხო, მეც არ ვიცი. ორბანი რატო არ იყო ჩასული? აი ეს საერთოდ არ ყოფილა მაგ თემაზე რუსების მხრიდანაც. თუ არ ვცდები, მან თქვა, რომ შიგნით სახელმწიფოში აქვს რაღაც ღონისძიებები ჩასატარებელი, ხა უნგრეთი მოგეხსენებათ იმ ფაშისტურ ბლოკში იყო. სადაც იყო იტალია და ასე ხორვატია და ასე შემდეგ და მე არ ვიცი ისინი იმას როგორ იმაშვებიან არ გადამიხედია ამ ყველაფრისთვის, მაგრამ არანაკლები მავნებლობა აქვს უნგრეთს, თუმცა ესე იგი მინდა გითხრათ, რომ ძალიან დიდ პატივს სცემ ორბანს და განსაკუთრებით უნგრულ პოეზიას. შანდორ პეტრებს. ძალიან მიყვარს, მაგრამ ამ ისტორია არის ისტორია და ვიცით ხო ვინ იყო ფაშისტების მხარეს. ეხლა საფრანგეთი აღნიშნავს რაღაცას. ნუ კი რა თქმა უნდა დიდია მათი ღვაწლი. დიდი არის ამერიკელების დამსახურებაც იმაში რომ მეორე მსოფლიო ომი. ყველა ღვაწლი არის რა თქმა უნდა, მაგრამ მარტო შენ მიიწერო როცა მე ეხლა უყურებ იცით აი ამ იმებს და ესეთი შტაბეშტილება მრჩება რომ 1945 წელს მეორე მსოფლიო ომი მოიგო ტრამპმა და პუტინმა. ხო, ნუ ისეთ ამბავში არიან. რომ ცოტა ის არის, რა ქვია და მე არ მინდა იცით რომ ჩემ ქვეყანას ვინმე უქნევდეს თიც. მე მასწავლიდეს ჭკუას, რომ აი შენ იქ უნდა ჩაატარო რაღაცა ღონისძიება, უნდა გამოხვიდე პორტრეტებით, რა ქვია მაგას. რაღაცა ისა აქვთ პროექტი, რუსებს ძალიან კარგად აფინანსებენ. საქართველოშიც ვიღაცებთან არის ეს თანხები წამოსული და ეხლა თიც გვიქნევენ, რომ აი ეს როგორ შეიძლება რომ შენ ამას არ შეუერთდე და თქვა იქ რაღაცა ეს არ ჩაატარო, რომ სავალდებულოა, რომ იქ რაღაცა ტაში დაუკრა, რომ იქ მომილოცავენ და იმას იზავენ, მაგრამ მე ყველაფერ ამას მივიღებ მას შემდეგ, როცა თვითონ თავიანთი დაკავშირებით არ ვიცი რა რაც გულისხმობთ, ანუ რომ რაღაც გაიმართოს 9 მაისთან დაკავშირებით, აი არ ვიცი ნახეთ თუ არა იმაში, რა ქვია, მოლდოვაში პარლამენტის წევრები მივიდნენ დავიანთი წინაპარების ფოტოებით. ვინც იბრძოდა მეორე მსოფლიო ომში და მივიდნენ და ესე დასხდნენ. და ამას ქვია თუ არ ვცდები უკვდავი პოლკი. ბისმერტნე პოლკი. და აი ეს პროექტები ახლა მოდის საქართველოშიც და ჩვენ რო ამას არ ვაკეთებთ, ხვდებით, ეს არის საძრახისი და იმას გვიშვებიან და ახლა აი ამათო დირექტივებმა რა ხან მოსკოვიდან ხან ბრუსელი და ეს აუტანელი ერთნაირები რაღაცა რო ახლა იქ მოსკოვში FSB რაღაცა პროექტს დააფინანსებს და ახლა ჩვენ აქ აიმასვნა და არაფერი მაგისი ეს არ გვჭირს რა, ჩვენ ძალიან დიდი ბრძოლები გვაქვს. იგივე სტალინის სახლ-მუზეუმის შენარჩუნება, იგივე ეს სასწაული იყო ხო პოლონეთის წარმომადგენლობა, ხო მე თქვენს ადგილასო გავაუქმებდი, რატო უნდა გავაუქმო? ჯერ ერთი რატო უნდა გავაუქმო? თქვათ არა ეკონომიკური მოტივით და მე ჩემთვის ეკონომიკურად ეს აი შეიძლება შემოსავლის წყარო რა თქმა უნდა იცით როგორ არის ხა ტურიზმის იმითი არ ჩამოსულა ჯერ ჩინეთში ხა სტალინის კულტია დღემდე არის მინდა გითხრათ ეს კულტი სხვათა შორის ეხლა მიქ მიწერია ჩემ წერილში რომ ხრუშოვმა რო დაუწყო ბრძოლა და რო ანადგურებდა სტალინს და ამასთან ერთად ნადგურდებოდა ყველა ის მონაპოვარი რაც საბჭოთა კავშირს ჰქონდა და რაც განსაკუთრებით რუსეთს ჰქონდა ხო საქართველოში სტუდენტები და მოსწავლეები ხო გამოვიდნენ 56 წლის 9 მარტს მარტში 9 მარტს ხო გამოვიდნენ და დახვრიტეს პირდაპირ ადგნენ და დახვრიტეს ეს ისინი რომ გამოდიოდნენ ესეთი ის ჰქონდათ სლოგანი ლენინ სტალინ მაოძედუნს თხოვდნენ თანადგომას და დახმარებას ხვდებით აი ესეთი დამხმარებელი იყო მაოძედუნი დამხმარებელი იყო მაგრამ ჩინეთში სტალინის ფაქტორი არის ძალიან დიდი და სხვათა შორის აი ახლა მოსკოვში შეხვედრაზე გუშინ იყო დიდი შეხვედრები სი ძინპინს და პუტინს შორის
და საოცარი დონის ხელშეკრულებები გაფორმდა ეკონომიკურ თანამშრომლობასთან დაკავშირებით, იქ სამხედრო პარტნიორობასთან დაკავშირებით, ნუ აი მე არ ველოდი, რომ თქვათ ესე დონეზე მოხდებოდა ჩინეთის მხრიდან. ხო, მეც არ ველოდი სხვათა შორის. ამერიკა იბრძვის არის გაცხარებული, რომ როგორმე მოახდინოს რუსეთ-ჩინეთის აი ამ ტანდემის ჩაშლა და ძალიან უნდათ რომ გაამწვავონ, მაგრამ პირიქით ხდება. პირიქით აი შედუღაბება ხდება და ჩემთვის ძალიან ისეთია დამაფიქრებელი ამ ფონზე ვენსის განცხადება, ვენსის არაგაცო რა გვარია ეს კაცი როა. რუბიოსზე? არა, ცოტა რო აფრენს. ბევრი აფრენს. კონკრეტულად რომლის გაფრენაზე გვაქვს ახლა? რაღაცა სულ რო გვემუქრება. მოკლედ, სალომე სასაკის როა რა, ცოტა გასული მომსახურების ზონი და იმან გააკეთა განცხადება, რომ ამერიკელი კონგრესმენი. ულსონი? ეს ძნელი მისახვედრი იყო. ხო, რაღაცა ხო, ვერ გავიცანე. ხო და ულსონის ბევრი მახასიათებლით უკვე ვიცანი. ხო და მისი განცხადება იყო და ძალიან მომხვდა ყურში, როდესაც მან ბრძანა, რომ ძალიან დიდი ინვესტიცია იდება ჩინეთის მხრიდან საქართველოში. ანუ ამერიკამ დაიწყო ანაკლიის პორტის გამოწევა და ჩინური ინვესტიციების და ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც ჩინეთს აქვს ხმამაღლა გაცხადებული, რომ საქართველო არის ჩემი პარტნიორი სახელმწიფო. სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტი გვაქვს გაფორმებული. და აი ამ ფონზე ანაკლიის პორტის გამოწევა წინახაზე, აი ამ გამწვავებულ ვითარებაში, როდესაც ყოველ დღე რაღაცა სიყვარულს უმტკიცებს ის რა ქვია ტრამპი პუტინს, მე რაღაცას იმაშვება და სანქციებს ახორციელებს, ანუ სრულიად ერთმანეთის გამომრიცხავი რაღაცა ფაქტებსა და ემოციებს შორის, განცხადებებსა და ფაქტებს შორის იმდენად დიდი სხვაობაა, რომ აი დღეს ვფიქრობდი, რომ მოვდიოდი თქვენთან, რომ საერთოდ თქვა თუ არა რაიმე პოლიტიკაზე. იმიტომ რომ არაფერი მასალა არა მაქვს ხვდებით. ვერ დასკვნას ვერ გამოიტანო. აი ხო არ მოვატყვილებ, ხო მაყურებელს, ხო არ ვეტყვი, რომ ეს ამას ნიშნავს, იმას ნიშნავს. არაფერი არ არის ისეთი, რომელიც თქვა რაღაცა ლოგიკურ ხასს მომცემს, რომ გავყვე და ვესაუბრო იმას მსმენელს და რაღაცეები უთხრა და ნუ აი ეს არის ფაქტი, რომელიც ძალიან მომხვდა, იმიტომ რომ ეს უილსონი იმდენად ის არის ცოტა მე შეიძლება ასაკის ბრალია, ბევრ რაღაცებს, რასაც ყურს მოკრავს ხოლმე. ეს ხოთეში აი ესეთი უპასუხისმგებლობა მეც მიკვირს იმ ხრივ, რომ საკუთარი მე მესმის რომ შეიძლება ჩვენს ქვეყანას პატივს არ სცემდე. ეს მისი უფლება არ სცემს და აგდებით დამოკიდებულება აქვს, მაგრამ ადამიანი თავის თავს უნდა სცემდეს პატივს, როცა ის აკეთებს განცხადებებს, რაღაცა დოკუმენტებს. აი იქ ჩანს უპასუხისმგებლობა იმ ხრივ, რომ უცოდინდრობაა, არაინფორმირებულობა და რატომ აკადრებს ამას თავის თავს მე არ ვიცი. აი ეს მიკვირს ყველაზე მეტად. ის არა ჩვენ რაც გვაკადრებს თავის თავს, ის ხო პროფესიონალი ჩვენ ხო ვიცით არ აკადრებს იმას თავის თავს, რომ რაღაცა საქმე მიაფუჭეჭოს. თუ გინდა ვიღაც გაანადგურო, ის საფუძვლიანად უნდა გაანადგურო. აი ბევრი ისეთი ადამიანი, რომელსაც მე მთელი ცხოვრება პატივს ვცემდი, მის დამსახურებას ვთქვათ, ან პროფესიონალიზმს. ისეთ რაღაცებს აკადრებენ თავის თავს რუსთაველის პროსპექტზე. ისეთ პოზიციას აფიქსირებენ და მე უცებ გებულობ, რომ ამ ადამიანებმა აიღეს ფული ვიღაცას პარიზში წასვლა და უფინანსეს რაღაცაში მონაწილეობა იქ კონკურსში თუ რაღაცაში და ასე რომ ფული ალბათ არის საზომი, რომლითაც ჩვენ დღეს უნდა გავზომოთ ადამიანების უსინდისობა და უპასუხისმგებლობა. დაშვებული ვითომ ეს შეცდომები, აი სრულ სიმცდარეს რო წერს იგი, აი ბევრი რამე არის მცდარი. განზრახ დაშვებულია ესე იგი. კი, რა თქმა უნდა. ხო, განზრახ და არაფერ კავშირში არ არის. ჩვენ მგონი არ უნდა გაგვიკვირდეს ახლა იმდენი წელი ვიცხოვრეთ. მთელი მსოფლიო ცხოვრობდა სიცრუეში. კი. საინფორმაციო სიცრუეში, იქ ურთიერთბრალდებებში. ახლა რასაც მე ვსაუბრობ, თუნდაც 9 მაისთან დაკავშირებით, ხო? უზარმაზარი სიცრუეა, რომელიც გინდა რუსეთის მხრიდან, გინდა ამერიკის მხრიდან მოდის, ხო? ამასთან დაკავშირებით და
რატო გვიკვირს ახლა რომ უილსონს თქვათ იქ რაღაცა განცხადებები კონდეს ისეთი მით უმეტეს როდესაც ვიცით გამოქვეყნდა ეს ხო არ არის თქვათ ჩვენი მოგონილი რომ იქ რაღაცა $1000 იღებს ერთ სტატუსში იქ რაღაცას იმაშვება მაგრამ ის რაც მან განაცხადა ახლა აი ამ ჩინეთთან და ანაგლიასთან დაკავშირებით მე არ მგონია რომ $1000 იყოს ხო ეს არის არ არის მარტო ყურმოკრული და მე ვთვლი რომ ეს თემა რუსეთთან მოლაპარაკების პროცესში აუცილებლად წამოვა და ჩვენ დავდგებით აქ მარტო ის არ არის რუსეთსაც არ არის ხელსაყრელი ჩინეთის აი ეს ანაკლიის სპორტის სხვათა შორის რუსეთისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია თუ რუსეთმა გადაწყვიტა ოჩამჩირეში სამხედრო პორტის თუ ოჩამჩირეში აი ეს იქნება საპირწონე და ეს ჩინეთისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება რომ დაცვის მხრივ იქ ეყოლება თქვა თავისი მკვეთრად გამოკვეთილი პარტნიორი ასე რომ მე ვფიქრობ რომ ეს თემა კარგად გავლილია მაგრამ ალბათ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან მაინც მოხდება ამ თემაში ჩარევა მით უმეტეს ახლა ჩვენ ვნახეთ რომ დღეს უნდა მოხდეს მე მგონი რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი ხელშეკრულების გაფორმება ბრიტანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში უკვე გაფორმეს ანუ ღამე იყო უკვე 12 რო გადასცა და უკვე გაფორმეს ხო მე არ მინახია იქ რა ისინია მაგრამ ჩვენ ვიცით რომ ბრიტანეთის ძალიან დიდი და ყველაფერზე შევთანხმდითო ძალიან დიდი ინტერესებია ჩადებული იცით რა არის ესეც სიმბოლო ის არის სათუო და სასაცილო ცოტა როცა ბრიტანეთი და ამერიკის შეერთებული შტატები ყველაფერზე თანხმდება ასე რომ აი მე ძალიან ვცადე ახლა რომ რაღაცა პოლიტიკაზე ორი სიტყვა მაინც მეთქვა აი იმ ალოგიკურ იმ გამოგონილ აი ესე რაღაცა სპონტანურად სვალებად პოლიტიკურ ვითარებაში, რომელიც დღეს მთელ მსოფლიოშია. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ წყნარად, უნდა შევინარჩუნოთ ის, რაც დღეს გვაქვს, ნაკლები პრეტენზიები და მე ვფიქრობ, რომ დღეს არის მთავარი, რომ გადავრჩეთ. ისევ ისე დანის პირზე გვიწევს სიარული, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ძალიან მშვიდობიანად, წყნარად, გონივრულად გავივლით ამ ყველაფერს. ყოველ შემთხვევაში დღევანდელმა ხელისუფლებამ ეს დაამტკიცა, რომ მას ამისი შესაძლებლობა აქვს. ფოტოშორის ეს უპირველესად მე მაინც ვფიქრობ დაამტკიცა ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულმა ნაწილმა, რომელმაც არ ვიცი ეს გაიაზრა არ ვიცი აი გენეტიკურ დონეზე გავუცნობიერებლად, ქვეცნობიერად იცის რომ თვითგადარჩენის ინსტინქტი რომ ჩვენ საზოგადოების რაღაცა ნაწილს ხო თვითგანადგურების ინსტინქტი აქვს ჩართული. ხო გასაგები ხა ადამიანი რომ გამოვა და იყურებს რაღაც ომი მინდა. ან ეს ახალგაზრდა რომელიც იმ პიტარს ისვრის და რაღაცა აქტივობს და უნდა მიიღოს რაღაცა ტყუიების წვიმა, ის ხო ვერაცნობიერებს რომ ჯვარის წერია მისი ადგილი ბოლოს საძმო სასაფლაოზე იქნება საუკეთესო შემთხვევაში. ის ამას ვერაცნობიერებს. და ამიტომ მიდის და ეს განწყობაც არის, მაგრამ არის კიდე უფრო დიდ ნაწილში მანიც ის რომ უნდა გადარჩეს. რა თქმა უნდა. უნდა გადარჩეს და ეს თვით შენახვის ეს მაინც ბებერიერია ჩვენი, ბებერი გენია და ამ იმდენი რამისთვის გაუძლია და რამდენ დროს უდეზერტირია ბჭყალებში, ხო? რამდენჯერ მე ვფიქრობ რომ აი მცდარი წარმოდგენა იმ ჩვენ დასავლელ პარტნიორებს შეიქმნათ კოალიციის ოპერაციებში ჩვენი მონაწილეობითაც, ხო? ჩვენი სამხედროები ხო ყოველთვის იგივე 2008 წელს როგორი იყო მოსახლეობის რეაქცია არავის არ უთქვამს უარი, ყველა გამოცხადდა, ანუ ადამიანები მზათი იყვნენ საბრძოლველად და მათ ამათ შეუქმნათ ილუზია რომ ის მტერი დაგვესწრათ რომ რასაც ავღანეთშიც კი ყველაზე საშიში ადგილას ამერიკელები ანდობდნენ ხო თავი ერთად რომ მიდიან ოპერაციაზე გერმანელების ამერიკელების დაცვა იყო ქართველები და ჩათვალეს რომ ესე იგი ამათ გამოვიყენებ მაგრამ მათ ვერ გაითვალისწინეს ის რომ ჩვენ ბებერი გენები გვაქვს და მე თავს გავწირავ მე რომ მემუქრება საფრთხე მაგრამ შენ რომ საფრთხე გემუქრება მე თავს არ გავწირავ აი ეს მგონი ეს გაცნობიერება და ჩემი მათ ვერ ნახეს სხვაობა ჩვენსა და უკრაინელებს შორის უკანასკნელ უკრაინელამდე ვიომებს ქართველი არის ომებს ერთდროულად მოხდა იცით ეს განცხადება ომის დაწყებისთანავე ჩვენ ვიომებთ უკანასკნელ უკრაინელამდე და მეორე იყო როგორ ვერ ხვდებით ჩვენ ხომ ევროპის გადარჩენისთვის ვიბრძვით ანუ ერი შეწირეს მთლიანად იმისთვის რომ არადა ვინანგრევდა ამ ევროპას რა თქმა უნდა ამერიკის შეერთებული შტატები და მან ესე ვთქვათ ბრწყინვალედ გააკეთა და ეხლა ცოტა
ცოტა ისეთია რა, ეს ამერიკას და ბრიტანეთს შორის რაღაცა ხელშეკრულებები, მით უმეტეს, როდესაც ჯერ არ დამჯდარა პუტინი და გამოკვეთილია, ხვდებით, მსოფლიო აღარ არის ერთპოლუსიანი, გამოკვეთილია ჩინეთის ფაქტორი, რუსეთის ფაქტორი, ამერიკის შეერთებული შტატების ფაქტორი და ამათ შორის ჯერ არაფერი არ დალაგებულა და მოლაპარაკებები არ ყოფილა. ასე რომ მეგრელებს გვაქვს ერთის ესეთი სიტყვა პოტიკია ყველაფერიო რა და დანარჩენი პოტიკია ყველაფერი. დაველოდოთ. კი ბატონო. და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ძალიან ღირსეულად გავართმევთ ყველაფერს თავს და გადავრჩებით. მე მაქვს დღევანდელი ხელისუფლების იმედი. უпростоრად ბიძინა ივანიშვილის იმედი მაქვს, იმიტომ რომ ყოველ შემთხვევაში რასაც ის ამბობდა ყოველთვის აი ძალიან ისე იყო კარგად გათვლილი და ჩვენ დავასწარით მთელ მსოფლიოს გარკვეული ნაბიჯების გადადგმა. ჩვენ მაშინ ჩვენ რო წინასწარ ეს სიგნალები არ გაგვეშვა, რომელიც აი ამ იმამდე დაიწყო, სანამ თქვათ ეს ცვლილებები და ყველა ალაპარაკდებოდა გარკვეული ღირებულებებზე, ტრადიციებზე, ოჯახზე, რაღაცა ღმერთზე და იმებზე. ჩვენი ეს სიგნალები წინასწარ რო არ გასულიყო, ჩვენ ახლა ეს ვითარება არ გვექნებოდა. ამიტომ მე მაქვს ნდობა და მე ვფიქრობ, რომ ღმერთი მომცემს იმის საშუალებას, რომ ბოლომდე შევინარჩუნო ეს ნდობა. ძალიან დიდი მადლობა, ქალბატონ ხათუნა, ძალიან დიდი მადლობა ჩვენს მაყურებელს, მე თქვენ გემშვიდობებით, ერთმანეთს შევხვდებით მომავალ ხუთშაბათს 14 საათსა და 10 წუთზე ნახვამდის.